სიყვარულს გისურვებთ, ისაც ისწავლ გისურვებთ. ვერავინ ვერ ახსენს ის განგებულებას. ვერავინ ვერ ახსენს ეს მოდიან ჩვენთვის ჩაფიქრებულ განგებულებას. ერთადერთი რაც ახსენს ამას ეს არის სახარება. მეთანხმება ჩვენთვის მიწათმოქმედი განზომილება. თუ ჩვენ დავუკვირდებით სხვა რელიგიებს და არის ინკარნაციის თეორია, არის თეორია იმისა, რომ ადამიანი მრავალჯერ და ესახება და ასე შემდეგ მოროდების ახსნა ცდილობს ადამიანის ინტელექტი იმით რომ მაგიური პროცედურა ცდილობს რომ მოროდება ჩვენთვის გაუგებარი რამ ახსნას იმით რომ ნაუჭითა ცხოვრებაში ეს და თუ შედეგი მიღო ესეთ და ასე მით უმეტეს ამის უამრავი პრეცედენტი ამიგო თუ ეზოტერიკ ტრადიციაში არსებობს მაგრამ ჩვენ ქრისტიანები ყველაფერს ვსვით ქრისტეს მიერ განებული უნივერსალური ყოველთა დროისათვის განებული მსხვერპლი. ჩვენ არა გვაქვს პრეტენზიები ისეული ადამიანების სასამართლოს ცხოვრებაში ინდივიდუალი ოჯახი თუ ნაცვისხელი თუ უშუალოდ იყო რაღაც სხვა არსება. ყველაფერი ქრისტიანია, მაგრამ იმიტომ რომ იგი ოჯახის ცხოვრებაში შარდისას ამ ცხოვრებაში სერდებული მოქრონდა შეჭამოს. ან რაიმე ნაცვისხელი იყო მასადა და ძვირფასეულობა ზედმეტად დავკი. ეს არის მოსწავლე. არც იმას ნიშნავს რომ ადამიანი იყო ცნობიერებაში დაუშვა რაღაც ჭიანჭველა და თეატრის ცხოვრება შრომასა და დაუფასება უანგარო შრომასა და დაუფასება ჩახობი დაუშვა ესეთ უგი უღალო ცხოვრებაში გადადის. ეს აბსოლუტური წარმართული მითოლოგიური მოძღვრება ქრისტიანობა უგულებელს და ქრისტიანობა ანგირება პოლიტიკას. იმიტომაც რაც ქრისტიანობა უნდა იყო ყველაფერი არის აბსოლუტურად მომასწავლებელი მინიმუმი. მაქსიმუმ შეიძლება სიმსივნე ამოიღებინა ყოფითი ან რაიმე ფსიქოლოგიური. ნებისმიერ შემთხვევაში რელიგიური გამოცხადებითი დაბეჭდა არ არის. თუმცა არავითარი ცხოვრებები არ არსებობს. ამაზე წმინდა მამებმა დიდი ხანია პასუხი გასცეს და ძალიან დიდი ხანია ახსნა ბოროტებისა ქრისტიანობას მიეცა. ქრისტიანობა მოუწევს ჩვენ როგორც წმინდა გამოცხადება ახსნა ბოროტების რა არის ბოროტების ას ეს ვერავინ არის ინკარნაციის მერაიქს ჩვენთვის მოცემული არის ძალიან ბევრი რამ ჩვენ ვერ ვწვდებით რამდენი რამე მოიცა ქრისტიანობის ჩვენ ქრისტიანობა იმდენი რამე გამოგვიცხადა რომ ალბათ ჩვენ რომ გავუკვირდეთ ამას ჩვენ ცირეთ გავუკვირდეთ ამას და ცოტათი მაინც დღეში ვაანგრიზებდით სახარებას ინტელექტით კი არა წმენით და წმენით გამხდობილი ინტელექტი ინტუიციას მრავალი რამია ძალიან ბევრია რომ ადამიანი ძალიან პრიმიტიული არსებაა წაიკითხა ჭამა დაიძინა გამრავლა მერე მოინელა შემდეგ დაიბანა რაღაცა დაივაწყდა და გამოვიდა და ადამიანი ეს არის არა ადამიანს მრავალ საფეხუროვანი არსება იგი მუდამ განვითარებადი არსება განსაკუთრებით მართლმადიდებლის ქრისტიანობაში მართლმადიდებლურ ქრისტიანობას უნიკალური თვისება მან შეინარჩუნა პირველ ქრისტიანული მისტიკა არც აი დღეს არც ერთ ქრისტიანულ მიმდინარეობას არ აქვს შენარჩუნებული ის მისტიკა როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიებში შეინარჩუნაზე არ არის ლაპარაკი თუ გაშლილი თქვენ თუ წაიკითხავთ მართლმადიდებლური ასკეტების ცხოვრებას თქვენ თუ წაიკითხავთ ჩვენი წმინდა მამის ცხოვრებას თქვენ თუ წაიკითხავთ და გაარჩევთ იმ საოცარ ზოგჯერ არ მოგიგო ზოგჯერ ჩვენთვის მიუცდომელ ზოგჯერ ჩვენთვის აუხსნელ მაგალითებს მათი ქცევისა თუ თქვენ შეინერჩუნეთ თუ როგორ ცხოვრობთ ისე თავის საპირისპიროდ თავის ეგოცენტრიზმის საპირისპიროდ თავის ეგოიზმის საპირისპიროდ როგორ ცხოვრობთ ისინი არა იმისათვის რომ დაეგროვებინათ მატერიალური კეთილდღეობა ამ მიწაზე და რომელიც აბსურდია და არ არსებობს ნებისმიერ მატერიალური კეთილდღეობა მატერიალური სიმდიდრე პრინციპში არ არსებობს იმიტომ რომ ადამიანს აქედან ვერავინ ვერ თავისი სხეულიც ვერ აბსურდი ეს უბრალოდ ჩვენ თუ დავიკვირდებით ამაზე ამის აბსურდობაზე იმდენად ცალსახა და უბრალოდ თაებრივად მარტივი პრიმიტიული კი არა თაებრივად მარტივი პასუხი არის ამაზე არ უნდა ამას დიდი ტვინის შეგვეძლო მაგრამ საქმე რაშია რომ ყოველივე ისაც მოსახურება ადამიანის სიტუაციას მოსულობ ვიმეორებ ჩვენთვის იმდენი რამე არის გამოცხადებული რომ წმინდა წერილში მაქსიმუმის და მინიმუმის მოცემული ადამიანის სულიერი წესისათვის ადამიანის ბუნება ესეთია რომ
ადამიანს შეიძლება მუდამ ყველაფერი ერთად და უეცრად ერთად და სწრაფად მინდა ეხლა მე დიდი ემოციების ჩვენში გასაგებია ეხლანდელი სულებს ჩვენ რომლებიც ახლა გაჩერდით დიდი სიხარით მაცა დამორჩენო თან ამას უცხობს მასმედია ამას უცხობს ის აურა აპოკალიფტური აურა ჩვენი აი ყოველივე ოსალა და სიცისა უცხობს კაცის საოცარი სულიერი შავი ასე ვთქვათ ტალღები რომელიც მოდის ჩვენზე ინფორმაციული ინტოქსიკაციის სახით რომელსაც ვერ უძლებს ბევრი ფსიქიკური შედგენილობები დღეს ძალიან გამოვიდა ეს პრინციპში ეს ცალკეულ ადამიანს კარგი გაგებია ყველა ძინაუტოპი კი არა ეს მაგრამ ეს უნდა პრინციპში გვეკებოდა გასის მოწოდი ის კი არ უნდა ერთად ნანი და დაიწყე პატარა რაღაცა შეურიხარ და როგორც კიდე შედის მოიქეცი და მაინც კარგი და მაინც შეურიხარ და მაინც შენ ვერ წუხარ როგორც სოდვილი ძილითაც საღამოს სოდვილი ძილით გეცინე ეს კიდე სოდვილი ძილი გეცინე ეს კი არა ეს უნდა მაქსიმალურად გამოგვიძებო ამ სტაგნაციის ეს უნდა დღეს აი კატაშიზაცია ეს უნდა დღეს კვეთებული ეს უნდა დღეს სულიერი ის განკურნება რადგანაც ძიმე მომავლობაში ძალიან ძიმე მომავლობაში სულიერად დაავადებული სხვათაშორის ეს ადამიანები დღეს სხეულიდან ადრე არ იყოს და სხვათაშორის იძახიან რომ როცა ატლანტიდა ჩაიძირა ატლანტიდაში განვითარებული იყო ზუსტად ესეთი მოვლენები ადამიანები სახეები შეცვლილი იყო ეს ლეგენდაა ზოგადად ფენიქსის შესახებ ლეგენდა სხვადასხვა არსებობის შესახებ მაგრამ ლეგენდა იგავება რომ ასწვევდნენ ადამიანები თავის სხეულიდან უზარმაზარ კრიმინალურ უარყოფით ენერგიას რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა ჯერ ატლანტიდა რომელსაც ჯერ პლატონი ახსენებს რომელიც დიდი კონტინენტი იყო და ჩაიძირა ცოდვა გამრავლა მასზე თაყვანისმცემლის საზარელი პრობლემები გამიხედა მიუხედავად ისა მოსავალს თუმცა 7 ჯერ იღებდა წელიწადში 7 ჯერ უზარმაზარი ცილინდრი ოქრო და ძირფასეულობა ჰქონდა თუმცა ცნობილი ადეპტები რომლებიც მართავდნენ სინამდვილეში ილუზიურ წინსვლას უყურებდნენ მოსახლეობას როდესაც იღებდნენ სხვადასხვა ტიპის ლოჟებში მაგრამ მიუხედავად იმისა რომ იღებდნენ მარტივ წინა ასპექტებს აუეურებდნენ ვითომ სულიერიც ისა რეალურად ის ერთი იმის სხვადასხვა კომით შემოვაზებული რეალურ წინსვლას აიღებდა სხეულები აციოდნენ ბოროტებას და თქვენ დააუკვირდეთ დღეს გახდა ადამიანის სხეულები და ადამიანის სულები და მათი კაპიტუსები ხდებიან გასაგებია ხდებიან და თვალებს წარმოწა და შუბს მოდიფიცირებული არის მივიღეთ მუტანტი რაღაცა ჰიბრიდი ოსათა და სიცის ჰიბრიდი რომელიც საოცარ ოდიოზურ ფსიქოლოგიას ოდიოზურ ფორმასა და რასაც ახორციელებს ბიზნესს და ნარკომანიას კრიმინალსა და სულიერობას ასე რაღაც კიდევ მას მაგრამ მათი სხეულები ასწავლები მაგრამ იქ უფრო მეტი ბოროტება იყო წერია როცა ადამიანის სხეულები ასწავლები და აზრები და ფსიქიური ენერგიით იმართება უზარმაზარი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდა გორდიზაში მათი ფსიქიური ენერგიის შედგენილი დრაკონული აცება განახორციელებდა და დრაკონული აცების მიემართა თავისი ნერვი ბოროტები მიემართა მათის დავალება და ის ასრულებდა ამიტომ მიკროფონს ხდებოდი ამოვიდოდი დღეს გვაქვს ალბათ თუ იყოს აკეთებს ეს პერიოდს რომელიც პატარანა პროექტზე თუმცა ჩვენი ქვეყანაც ცნობის დეგრადაციას და შაგრენს გამოდარებას არის მაგრამ ვისაც თვალი აღიხიო და ვისაც მური აღისმის მოდით ნუ დავიდოთ ჩვენ სულებს ნუ დავიდოთ ჩვენ სოდებზე ვერცადაც რომ გავიაზროთ და ცოტა გარედან შევხედოთ ცენტრს შევხედოთ პერიფერია როცა ცენტრში ვარ მოვლენები ვერ ვხედავ როგორც ყველაფერი კარგად არის წინდები ყველაფერი კარგად არის ყველაფერი აეწყო რა კარგია გეშვი ცენტრში ვარ და ვერ ვხედავ აბა გამოდი ცოტა ცენტრიდან გარედან სარკეში შევხედე შეისრავს და შეიძლება თავზარი დაგეცეს სხვადასხვა ერთად იმზენი ამბობ დიდი ხანი შეგვავს სარკეში არ უყურო რომ შეიძლება ისეთი რამე დაინახო რომ თავს
ფიზიკური და ფსიქიკური დაზიანება მიიღო. ჩვენ რაც ვარ სიმონიაში დავინახავ, რაც ვარ როგორიც რეალურად ჩვენ ფსიქიკა ამას ვეფერებს. იმდენად დრამატული შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ეს ბებიის ხალხებს უძახით იმის შესახებ, რა კარგები ვარ და რა გავწინებული და რა ლამაზები და მშვენიერები და რა რჩევები. ჩვენი თავი რომ დავინახეთ რეალურად რა გვაქვს, მეცნიერებად თავზარი დაგვეცემა. თავზარი სულიწმინდა მოწყალია, უფალი მოწყალია და მაინც მოქმედებს, მაინც გშვერებს, მაინც გვარობს, მაინც გვაზიარებს, მაინც ოთხის მყარი ლაზარე რო გამოიყენა გვერდმა, ისევ ხავარ ჩვენ, ის გამოიყენა და ჩვენ გამოყენილები ჯერ არ ვართ. ლაზარე საქართველოს დასახელებს, ძალიან მისტიკური დადებული ხო? მაგრამ ჩვენ ჯერ ხარვა და ამ სიხარულს საკუთარ არ გავაცნობიერებ, ვერ დავინახავ სამარი, ვერ გამოვიდა. სისხლდენი დედაკაცი და ნებისმიერი ცოდვილი მეძავი იუდას ხსნას არ უარყოფდა. არ უარყოფდა, აკოცა. იუდა მოვიდა და აკოცა ხსნას. არ შეიძლება გაეცემა იცოდა. აკოცა. იმიტომ აკოცნე რომ გაიგებდა. და ნათონი ზერცინოში. არ ამბობდიოცა იუდა მეძავს აკოცნდა, ახები დააბადა. კეთროვანი მოვიდა მას. ყაჩარი, ავაზარი აწყვეტა. ვინ შევიდა სასწავლოში? ყველა ეს ზოგადად მაგრამ არავინ სამსახურება არავინ პლუსი არ აქვს. ეს ყველაფერი მინუსი. ვინ შევიდა სასწავლოში და მონანული შევიდა. ავაზარი ეს მეძავი და მისიკო. ამიტომ უფალის სიყვარული საოცარი დიდი სიყვარულის სიყვარული. ეს დიდი სიყვარული ის მოგებაზე მოთხოვს. ქრისტე ეს არის ერთი დიდი სიყვარული. ერთი დიდი სიყვარული. ბედნიერება ეს მადლობა ღმერთს, ესე მადლობა ღმერთო, რომ შენ ხარ სიყვარული. და სხვა არ შეიძლება ვერ გამოიყოს. ჩვენი შეხედვა რომ კიდე წყალო, კიდე ვერა, კიდე დინაში, კიდე აქვს ხო. და გვასწავლეს ეს იმისა რომ მოვიდეთ შენ ხარ მოფორთხე და ვეზიაროთ ჩვენს მიდა საერთოდ. მადლობა ღმერთო აეროს. მადლობა ღმერთო აეროს. მოდით ვინანო ჩვენი სოფლები და მართლაც უფლის ის გამოცხადება რომელიც მოგცა ჩვენ შევინახოთ და სისხლცო. აღიგეთ იღელი ჩემი თქვენზე და ისწავლეთ ჩემგან. რამეთუ შვიდი ვარ და დავამბოლეთ და ყოველ განსვენება სულთა თქვენთან. რამეთუ იღელი ჩემი თბილას და თქვენი ჩემი სულხას. ეს მისტიკური სიტყვები ქრისტესი რომელიც გვეუბნება ჩვენს სულიერ სიბრძნე, ცოცხალ სიბრძნე, ამ განყენებული ინფორმაცია კი არა ცოცხალ სიბრძნე, ყოფილიყოს ჩვენი წარმართული უღელი ქრისტესი, უღელი ისა, რომელიც არის თქმილი და თუ იქნება შვიდი და დაბალი დამართავი კი არა დაბალი. ყოველ განსვენებას, მოსვენებას და სიჩქარის და გამთლიანებას სულიერს და შედეგად ფიზიკურს. სულიერი შედეგია ფიზიკური და ფატალურად ვერავინ გამთლიანება, რომ სახელმწიფო, ვერც ადამიანი, ვერც ოჯახი სულიერად თლიანი არ არის. განწირული, გამწინებისა და განწირული, ასე ვთქვათ, ფატალურ ბედისა და მითოლოგიური ტიპის მოძღვრებების მიხედვით განწირული იმისაც, რომ მინდა არ მინდა, ვარდიპარტო არ ვარ, შემიძლია თუ არა, მე მაინც რჩეული ვარ და მაინც კარგია. ეს დიდი ავადმყოფი მდგომარეობა მომხდარეს გააზრება. თუ ჩვენ არ დავინდავნოთ ჩვენ თავს დაბალი პოლიტიკა და შვიდი ვერავინ განსხვავებას ვერ სულდა ვერ სახელმწიფოს ვერ სულიერი ვერ ფიზიკური ვერავინ თავში ვერ ცეცხლში ვერ მოვედა. რამეთ უღელი ჩემი თბილა და თქვენი ჩემი სუბუქას თქვენი თქვენი სუბუქი ყოფილიყოს მანიტოთა ყველაფერი ქრისტეს იმისათვის ჩვენ შევსუბუქებული ვართ. მან შეგვეხო ჩვენ ბაგეებზე რომ ჩვენი ცოდები დამწვალება როგორც ნაკრებად შეეხება ცეცხლს თივას. მაგრამ ესე ეხება ჩვენ როგორც მაღლობას ეხება ცეცხლი და აწავს როგორც თივას ეხება ცეცხლი და აწავს. ეს სასწაული ადამიანი არ ეწევა ზიარება, იმიტომ რომ ქრისტეს მოწყალება მას ფარავს. აი ეს არის ამით ვართ ჩვენ რჩეული ჩვენ იმიტომ კი არ ვართ უნიკალური და რაღაცა არაორდინალური კასტა ვართ რაღაცა დაუშვათ და ელიტა ნუ იქნება ეს რჩეული ჩვენ ღვთის სიყვარული თუ რჩეული იმით ვართ რჩეული რომ მე ვარ თუ არა ის მაინც გისა ყოფს.
ვარ თუ არა ღირსი და ღირსი არა მოხდა. არა ღირსების, არა დამსახურების, არამედ მოწყალების, მისი ღირსების წყალების, დაუმსახურებელი წყალების გამო ღირს ღვთის იმისა, რომ ჩვენ სასწაულებრივად განიცდით. ყველაზე დიდი სასწაული ის არის, რომ ადამიანი იღებს ზიარებას და იწმინდება. მიუხედავად მისი უძიმესი წოდების. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ და თქვენ მრავალი ხუთეულს განიცდით. მისი უწმინდურებისება, იმიტომ რომ შეეხო წმინდა ზიარებას და მიიღო. შეგაგებთ გზაარს ამოსულებს ისტორიები, მისი კულტურალაკონი, კონდა სულიერი ჩვენა იმისა და ტექსტი თისა, რაც მოდის უამრავი ტექსტი მოდის კითხვაებს ზოგიერთ უამრავ ქართულსა მოვიდა რომ რა სკოლურობა, განგებულება ისა და მინდა რომ ძალიან ბევრი რამე ვიცოდეთ. გნოზისი ჩვენი სულიერი ცნობა ამოგიდებულია სიყვარულსა და წმენდზე. არ არსებობს წმენდა და ცოდნა წმენდის გარეშე. წმენა და მერე ცოდნა. ეს ახლა კიდევ დიდი თემაა და აი ხვალ იქნება საფუძვლის საათზე 2 საათი და მაგრამ 10 საათზე ჩემი გამოსვლა ამ თემაზე საფუძვლის საათზე და მერტმა გამოსვლა და გზას მიმიქრებია.